მოგესალმებით, კოლეგებო. შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის ხდომა, ქორუმი გვაქვს. პირველი მინდა გთხოვოთ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ერთი საკითხი გვაქვს გათვალისწინებული დღევანდელ დღეს, დღევანდელ ხდომაზე. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა. კანონის პროექტია წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუგბაია. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. დღის წესრიგი დავამტკიცოთ. შეგვიძლია დავიწყოთ ბატონო ზურაბ, თქო წარმოვიდგინოთ ცვლილებები. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს პროექტი ითვალისწინებს გარდამავალდებულებებში ცვლილების შეტანას კანონის. ორი მხრივ ხდება კორექტირება. ერთი მხრივ ჩვენ გვინდა გადავწიოთ ვადები კანონქვემდებარე აქტების გამოცემის და მეორე მხრივ გვინდა შესაბამისად გადავწიოთ კანონის ზოგიერთი ნორმის ამოქმედების ვადა, რომელიც მიბმულია იმ კანონქვემდებარე აქტის გამოყენებასთან. სახელმწიფო 2026 წლის 1 ივლისამდე გადაიწევს ვადა მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემისთვის და 28 წლის 1 იანვრამდე დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცების ვადა. ეს გახლავთ მხოლოდ ნაწილი იმ კანონქვემდებარე აქტებისა, რომელიც სჭირდებოდა კანონის სრულფასოვან იმპლემენტაციას. მეორე ნაწილი საბაზისო უკვე დამუშავებულია და მიღების პროცესშია ჩვენი მხრიდან. მათი ამოქმედება გათვალისწინებულია შესაბამის ვადაში 1 იანვრისთვის. კერძოდ ჩვენ აქ ვსაუბრობთ ისეთ აქტებზე, ისეთ ცვლილებებზე, როგორც არის ფერმერული მეურნეობების რეგისტრაცია, რეესტრის ფორმირება და ამ რეესტრში აღრიცხვა იმ ინფორმაციის, რაც აღწერს ფერმერულ მეურნეობას, მის პარამეტრებს, როგორც მიწას, ასევე ტექნიკას, რომელიც გამოიყენება ფერმერული მეურნეობის მხრიდან. ამავე ბაზაში მოხდება მონაცემები ბენეფიციარების თაობაზე, ბენეფიციარები იმ მხარდაჭერის სუბსიდიების სქემების, რომელიც ხორციელდება სამინისტროს მეშვეობით. გადავადება კანონქვემდებარე აქტების არის განპირობებული იმით, რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოხდა პროგრამული პროდუქტების ბოლომდე შემუშავება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და ამიტომ ეს პროცესი დაწყებულია. რაღაც ეტაპამდე უნდა მივიდეს, რომ ჩვენ დავინახოთ უკვე თუ რა დებულებები იქნება ასახი აი იმ უფრო სპეციფიურ დოკუმენტებში. ჯამში ეს მიმართულება კანონის ახსნილების ემსახურება ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედებას. ამ სისტემაში იქნება თავმოყრილი და გაცვლის ინფორმაციას ის მონაცემთა ბაზები, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროშია, ეს პირობითად შეიძლება იყოს ფერმერთა რეესტრი, შეიძლება იყოს ბენეფიციართა თაობაზე მონაცემები, ეს არის ეგრეთ წოდებული ლისის პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო დონორების დახმარებით გაისათმდა გაიშვას, ეს არის პროგრამული პროდუქტი, რომელიც აღწერს მიწის ფაქტობრივად კადასტრს და საზღვაო სამეურნეო დანიშნულების მიწების ყველა სახეობას. ასევე გარე უწყებებთანაც გაცვლის ინფორმაციას, ეს არის საჯარო რეესტრი ან სხვა შესაბამისი ბაზები. ყოველ შემთხვევაში ეს საკმაოდ რთული კომპლექსური პროცესია, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო. აი ჯამში ესეთი ცვლილებები არის შემოთავაზებული. შესაბამისად იმ ნაწილში, რაც ფერმერთა რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს და ფერმერთა რეესტრის მონაცემების გამოყენებას, კანონის ამოქმედება გათვალისწინებული იქნება 2026 წლის 1 ივლისიდან და შემდგომ პროცესებს შეუწყობს ეს ხელს. გთხოვთ მხარდაჭერას ჩვენი ინიციატივის. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. კოლეგებო, ხო არ გაქვთ კითხვები? ბატონო ზურაბ, ერთი კითხვა მაქვს, ეს რადგან საუბრობდით. ეს აი პირობითად რომ მოქმედებდა ასეთი პროექტი კოოპერატივების რეესტრიც იყო, მაგასთან არის რამე შემხებლობაში თუ ეს ცალკე რეესტრია ახლა საუბარას საუბრობთ ფერმერებს. მადლობა.
ეს იქნება ცალკე ახალი რეესტრი პროგრამული პროდუქტი სოფტი ამისთვის უშუალოდ სამინისტროს ძალებით იწერება სხვა შორის სამინისტროში არის ჩამოყალიბებული ძალიან კარგი პროგრამისტების ჯგუფი რომელსაც შესწევს უნარი მთელი რიგი პროგრამული პროდუქტებისა და მორგებული საქართველოს რეალობას და ჩვენ საჭიროებაზე საკუთარი ძალებით შექმნას. ერთ-ერთი ეგეთი პროდუქტი იქნება ფერმერთა რეესტრი, რომელიც თავიდან ბოლომდე აღწერს იმ შინამეურნეობების და ფერმერულ მეურნეობას, რომელიც სოფლად იქნება. მიუხედავად ეს კოოპერატივში იყო თუ ერთპიროვნულია. გასაგები, მადლობა. დიდი მადლობა. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის. ჩვენ ამ საკითხებზე მსჯელობა კანონის მიღების დროსაც ჰქონდა. ბუნებრივია მომავალი რომ დაგეგმოდა გააუმჯობესო, მნიშვნელოვანია რომ ყველა მონაცემი კონდეს სრულყოფილად აღწერილი და ყველა ბაზებთან შეგეძლოს თავისუფლად წვდომა. ამ მიმართულებით ფაქტობრივად არასრულყოფილად იყო მონაცემები დამუშავებული, იმიტომ რომ პრაქტიკაში არ იყო ბუნებრივად და დღეს სამინისტრო უკვე ახალ ეტაპზეა გადასული და ეს არ ეხება მხოლოდ ამ მონაცემებს, ასევე ჩვენი მთავრობის მიდგომით სხვა ბევრი მიმართულებითაც მიმდინარეობს მონაცემების დახვეწა და მთავრობის ძალისხმევით, თუნდაც მიწებთან დაკავშირებით რომ ავიღოთ, რამდენი მცდელობა გქონდა წინა წლებში სხვადასხვა ხელისუფლებების დროს რომ ჩვენი მიწების აღწერა სრულყოფილად ჩაგვეტარებინა, მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო სხვადასხვა წლებში ასეთ შედეგს ჩვენ ვერ მივახციეთ. ახლა მიცით რომ რეგიონების მიხედვით მიმდინარეობს სისტემური რეგისტრაცია მიწებიც და საბოლოო ჯამში შევქმნით მიწის პასპორტს და ასევე გვექნება უკვე მიკვლეული თითოეული კატეგორიის თუ სტატუსის მიწა და შემდგომში მუშაობა დაიწყება უკვე მათ ხარისხზე, ნაყოფიერებაზე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ეს უფრო მოგვეხმარება და ხელშეგვიწყობს იმაში, რომ გრძელვადიანად დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა. ბატონო ვასილი, თქოთ. იცი რა მაინტერესებს, სახელმწიფო იქნება სამინისტროში თუ არსებული რამესთან არის და რეგიონებში თუ იქნება ამის სამსახურები თუ დაემატება. სოფლის განვითარების სააგენტო არსებობს დიდი ორგანიზაცია სამინისტროს დაქვემდებარებაში, მის ფარგლებში ჩამოყალიბდება ეს ფერმერთა რეესტრი და მას აქვს ადგილობრივი დანაყოფები, რომლებიც რეგიონებში ფუნქციონირებენ დღესაც და იმ დანაყოფებში იმად დაევალებათ ამის განხორციელება. კონსულტაცია გაეწევა ფერმერებს, ანუ პირველადი რეგისტრაცია მოხდება ჩვენი თანამშრომლების კონსულტაციის საფუძველზე, ანუ პირველადი სრული აღწერა და მერე უკვე ყოველწლიური განახლებები უმეტეს შემთხვევაში თვითონაც შეძლებენ. დიდი მადლობა. მიმაჩნია რომ ხელი უნდა შეუწყოთ დავაყენებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე რომ გადავავადოთ აღნიშნული ნორმა. წინააღმდეგი არ ყავს, საკითხი მიღებულია. დიდი მადლობა.